საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოსა და ევროკავშირის შორის მრავალწლიანი პარტნიორობისადმი მithunili ღონისძიება გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ სიტყვით მიმართა. მოგვიანებით მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. Really happy to be here. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ იმერეთის დედაქალაქში ქუთაისში, ჩემს სხვა კოლეგა ელჩებთან ერთად ევროკავშირიდან, რათა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ ევროპის დღე. ეს თბილისის შემდეგი ღონისძიება იყო ბათუმი და ახლა საბოლოოდ ქუთაისში ვიმყოფებით. ქალაქში, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში, ქალაქში, რომელიც ცნობილია მისი მომღერლებით და ქალაქში, რომელიც წარმოადგენს კარს ევროპისკენ. მე ძალიან მადლიერი ვარ ქუთაისელების, იმერლების, არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. აქ ძალიან ბევრი ადამიანია თავმოყრილი. ორდღიანი არაჩვეულებრივი აქტივობები გვექნება. იმის შესახებ თუ რას აკეთებდა ევროკავშირი საქართველოში 30 წლის განმავლობაში, ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის აღსანიშნავად. მე მინდა ყველა ქუთაისელი იმერელი დავპატიჟო, რათა შემოგვიერთდნენ და ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაკავშირებს ახლა და იმედია მომავალშიც დაგვაკავშირებს საქართველოს როგორც ევროკავშირის წევრს ერთ დღესაც. ელჩმა ასევე ისაუბრა uvizო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზე და აღნიშნა, რომ განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი. At the moment there are two processes. მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ორი პროცესი. ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება. მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის uvizო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები ამ საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავენ და ეს დისკუსია კვლავაც გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც შეეხება uvizო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან uvizო მიმოსვლით. ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება. დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება რამდენად შეესაბამება საქართველოს uvizო მიმოსვლის რეგულაციებს და ამის შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იქნება. წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ, შეაჩერონ ის სრულად თუ ნაწილობრივ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, სპეკულირება არ შემიძლია და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია და ის მიიღება კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ვიცი, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. ასევე გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები. Stiloben მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას. ჩვენს ევროკავშირის ელჩმა ასევე ისაუბრა ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა. ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და სინამდვილეში თავდასხმებმა იმატა კიდეც. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვრჩებით. აქ ჩვენი კარი ღიაა, საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მან გაიაროს ამ კარში. იმ ისტორიული მომენტის შემდეგ, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ვაკვირდებით სრულიად საწინააღმდეგოს იმის ნაცვლად, რომ საქართველო კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს საქართველო გვშორდება. დიახ, ეს ძალიან სამწუხაროა. არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე, ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა სულ მცირე ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ. მარტივად ვცდილობ ჩემი საქმე იმდენად კარგად ვაკეთო, რამდენადაც შემიძლია. ევროპის დღის აღსანიშნავად ქუთაისმა სხვადასხვა სახის კულტურულ, სახელოვნებო, სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლა. შედგა ევროპის დღის ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების უნიკალური არჩევანი. ეს ევროკავშირის დღის ბაზარია, ორგანიზებული არის, როგორც ვიცი, ფერმერთა ასოციაციის მიერ და აქ არის წარმოდგენილი ფაქტობრივად ფერმერების ქართული პროდუქცია. ეს მაგიდა ეხა მარტო მეფუტკრეებს ეკუთვნის. ეს არის გიორგი მამალაძის მაგიდა, ეს არის ჩოხატაურიდან, ეს კიდე ჩემია პირად. ეს სხვადასხვა ტიპის თაფლია ეს. ეს არის
ეს თაფლი არის მაისის თაფლი, ეს კიდე ცაცხვის თაფლი, ეს კიდე წაბლის თაფლი. მე ჩემ მაგალითზე გეტყვით, მე ვაწარმოებდი სულ 3 და 5 ტონამდე თაფლზე მაქვს ჯერ ლაპარაკი. ნუ უკვე 10 ტონაზე მეტი ვაწარმოებ წელს ამ ხელშეწყობით, იმიტომ რომ ამ ტექნიკურმა მხარდაჭერამ ფაქტიურად გამოგვითავისუფლა ჩვენ ის დრო. რა დროსაც ჩვენ ამას თქვათ ამის გადამუშავებას და თქვათ ფორმირებას ვქნობით. მართალია ჯერ არ კმარა ამას დრო ჭირდება რომ მეტი ტექნიკა შევიძინოთ, ხო წინ წავიდეთ და ევროპულ ტექნოლოგიებს და მსოფლიო ტექნოლოგიებს გაუთანაბრდეთ, მაგრამ ნუ კარგი ნაბიჯებია გადადგმული ამ ბოლო 2 წელს განმავლობაში. ეს არის ქართული რძით ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი, რომელიც არის წლის და 7 თვის დაძველებით. ეს არის ნიგვზითა და თაფლით, ეს არის ტარხუნით. მინდოდა მიმეცა გებჟალიას ქართული გემოც, ღვინოში საფერავში დავარგებული. ეს არის ქართული ჩირებით, რომელსაც სახლში ვამზადებ. აი კარგ როზმარინით, ტრიუფელითა და კლასიკური გემოებით. და ყველა ეს გემო ჩასმული მაქვს, რადგან ცალ-ცალკე რომელიც მაქვს, ჩასმული მაქვს ერთ პაკეტში. მაქვს კამემბერი და სახლის კარაქი, გებჟალია, ბურატას ბურთები. გამარჯობათ, მე გახლავართ მზია შარაჯი და მზიას ჩურჩხელების მწარმოებელი. გვაქვს ნატურალური პროდუქცია, ყველაფერს ვამზადებთ კუსტალურად, არავითარი იგი არ გვაქვს ტექნიკა, რომელშიც ვამზადებთ. ძალიან გემრიელი პროდუქცია გვაქვს, ვინც აგემოვნებს ყველას მოწონს. 33 წლის ასაკში დამეღუპა მეუღლე. დავჭი 5 შვილთან ერთად მარტო და მინდოდა რომ შემოსავალი რესურსი რაღაცა მქონოდა ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილებისთვის და დავიწყეთ იქიდან. რთული იყო პირველად, როცა დავიწყეთ ეს პროდუქციის წარმოება. ამოვავლებდი მეგონა რომ ულამაზესი პროდუქცია დავამზადე. ხო, ამ დროს გაშრობის ეტაპში ქუჭდებოდა პროდუქცია ტყდებოდა და ვერა და ვერა 6 თვე დაგვჭირდა რომ ეს პროდუქცია დახვეწილი გამხდარიყო და რაში იყო ეს რომ ტყდებოდა ამის პიკამდე რომ მივსულიყავით რო გვესწავლა რა იყო ჩვენით ყველაფერი ჩემით დავიწყე და ჩემით რა ვიცი მივაღწიეთ აქამდე და ყველს დიდი ხანია ვამზადებ საერთოდ 36 წელია რაც ყველს ვამზადებ ტრადიციულ ყველს მაგრამ ფაოს ტრენინგების გავლით ჩვენი ტექნოლოგიების დახმარებით დავდე შედეგი ვისწავლე ევროპული ყველის ვამზადება და ყოველთვის ვცდილობ ახალ-ახალი გემოები წარმოვიდგინო მომხმარებლებს ინტელექტუალურ პროგრამაში შედიოდა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გამართული საუბრები თემაზე ქალი როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალა. კულტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა აუდიო-ვიზუალური გამოფენა ეს ქვეყანა შენია და ფოტოგრაფიის მასტერკლასი ისტორია თქვენს თვალწინ ნათელა გრიგალაშვილთან ერთად. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ დღის 11 საათიდან თქვენ კვლავაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. 30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, სოდინსა და გამოცდილების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.